მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს 9 საათზე სტუდიაში მაკა ცინცაძე განაგრძობს მუშაობას. ავღანეთში ქართველი სამხედროების სამსახურით ჩვენი დიდი ტრადიციის გაგრძელება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ქართული სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ქართველი ოფიცრები ტრადიციულად ძალიან ბევრი ცნობილი არმიის შემადგენლობაში იყვნენ. სააკაშვილის განმარტებით ისტორიულ პარალელებს შორის დიდი განსხვავებაა, რადგან დღეს ავღანეთში სამსახურით ქართულ ჯარისკაცებს თავისი ქვეყნის კეთილდღეობაში დიდი წვლილი შეაქვთ. ორმაგი დანიშნულების საფრენი აპარატის მართვის კაბინაში მიხეილ სააკაშვილი პილოტებთან ერთად იჯდა. აქ არავინ იცის, რომელ წუთს რა მოხდება. შუკვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ უსაფრთხოების ნორმები მკაცრად არის გაწეული. ეს არის საშუალება, რომელიც ადგილს მოწინააღმდეგე. აბა ეგ თქვენ გამოიყენეთ მაგრამ. აქ ჩვენ ერთობლივად არტილერიას ძირითადად იყენებენ. მაგრამ იმათ რა გამოიყენეს? ისინი დებდნენ ნახს ჩვენთან. აი სამხედრო დებდნენ რამოდენიმე კაცი და განადგურდნენ. ეს აი თუნდაც თქვენ რომ საზოგადოების ეს ყოველთვის რაღაც მე მინდა გამარჯვებულად ხაზი გავუსვა იმას, რომ რაოდენ კმაყოფილები იყვნენ სამხედროები, როცა ნახეს თავიანთი უმაღლესი თავმჯდომარე აქ ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უკიდურესი წერტილი, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში, დღეს სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის ყველაზე ცხელი წერტილი. ამაზე უფრო ცხელი წერტილი რეალურად პრაქტიკაში დღეს არ არსებობს. საქართველოს მთავარ სარდალმა ოფიციალური მიმართვის შემდეგ ჯარისკაცებთან ერთად ისადილას, შემდეგ კი ქართულ სამხედროებთან ერთად ჯავშან ტექნიკით კონკრეტული მონაკვეთის პატრულირებაც მოახდინა. ბაზა შუკვანზე გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა თავდაცვის უწყებრივი მედლებით სამშობლოსთვის თავდადებული ჰელმანდში მომსახურე ჯარისკაცები ვიცე-პოლკოვნიკი ფრიდონ ელბაქიძე, კაპიტანი პაატა ნაკანი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ფილია, უფროსი ლეიტენანტი ბექა ელინჯერაძე და კაპრალი გიორგი ლომიძე პირადად დააჯილდოვა. შეგახსენებთ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ბაზა შუკვანზე ქართულ ჯარისკაცებს შეხვდა. ეს ყველაზე რთული რაიონია ავღანეთში ესა. მაგას პრობლემაა ფედერალში რომ ყველა არმიაო, ბევრი ძალიან ბევრი უცხოელი ვინც აქ არის ავღანეთში. აქ შეზღუდვები, გასვლა არ შეიძლება, ბრძოლაში შესვლა არ შეიძლება. და ინგლისელები და ქართველები არიან და შეიძლება ერთი პატარა კონტინგენტი, რომელსაც შეზღუდვები არ არის. და იმდენადაა ეს თქვენი გენშტაბის უფროსი ნახეო და იმდენად მადლობელი ვიყავ იმის რაც საკეთებდა. იმდენად მართლა გაბედული კონტინგენტი ყავთ, რომ მინდოდა გადამეხვდა და გადამეგოცხება საქართველოს. მართლა ისა, აი მართლა აი ეს მადლიერებს ნუ რომ მეცა პატივისცემა ეს რაღაცა უსახა მართლა და მართლა აქ პრაქტიკულად ამაზე უფრო რთული ადგილი სოფლიოში არ არის. ამ გამოცემას რომელიც აქ იღებთ ეს არის წარმოუდგენლად უნიკალური. ეს მარტო თქვენ კი არ გაგხვდებათ, ეს დარჩება მართლა 10 წრეულები და 100 წრეულები ჩვენ შეერაგებულების მახსოვრებაში. ეგეთ რაღაცა ინსტიტუციურად შეება. ამაზე უფრო რთული პირობებში სამდე ეს იძლევა მე ერთგვარად წარმოუდგენელ გამოცემას მომავალისთვის, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება. ყველაზე რთული რაიონია თუ გვინდა რომ გქონდეს ქვეყანა, უნდა გქონდეს არმია და თუ გვინდა რომ გქონდეს არმია, უნდა ვიყოთ ავღანეთში. ძალიან მარტივია. სხვა არჩევანი არ არსებობს. ყველა ჯარისკაცი გათავისებული ეს საქმე და ყველა ეკიდება მაქსიმალურად მოტივირებულად. დაუგონეს არც ეს ჯარისკაცი არის, რომ ეს მისია ეს საქმე გააკეთოს ყველა პროფესიონალურ დონეზე და თავაზეულები და ამაგები. ეს ამბობენ ასე ამერიკელები ძალიან დისციპლინებულები არიან. აი ყველა წესის დაცვა. რაც ასე პირველი არც ადრე გვეგონა ჩვენ თავზე რომ ქართველები არა ვართ ეს ტიპი. აი განსაკუთრებით აღნიშნავენ ჩვენების დისციპლინებულობას და მოწესრიგებას. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მომავალ კვირას გამოვა. ფრაქციის დროსთან დაკავშირებით კი პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა ხმაური დაიწყო. საპარლამენტო ფრაქციამ ერთობა სამართლიანობისთვის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილი დებატებისას დამატებითი დრო უშედეგოდ მოითხოვა. ეს შეხება უმრავლესობის პასუხს პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი მექანიზმების შექმნა მიზანშეწონილი არ არის. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მომავალ კვირას გამოვა. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი განმარტებით პრეზიდენტის გრაფიკის გადატვირთულობის გამო კონკრეტული თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის და ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები გაგრძელდება. შევხვდეთ და პროცედურა ცალკე გავიაროთ თუ რაიმე დეტალები. თუ გავითვალისწინებთ, რომ უმცირესობას ეძლევა 45 წუთი რეგლამენტის 138 მუხლის თანახმად, რომლის ანალოგიითაც ალბათ თქვენ იგულისხმეთ, რომ უნდა ჩატარდეს ეს დებატები, ამ შემთხვევაში ჩვენი დრო შესაბამისად ჩვენი თხოვნა იქნება ბიუროს წინაშე და მხარი დაგვიჭიროთ, რომ იყოს ამ დროის თუნდაც ნახევარი. ანუ აქ არის საუბარი 1 საათსა და 35 წუთზე. ვფიქრობ, რომ რაღაც ახალი მექანიზმის შექმნა ხან მოფიქრება როგორ გადანაწილდეს, რომ შეუძლებელი იქნება, ამიტომ არ მგონია, რომ რაღაც ახალ ფორმატზე უნდა შევთანხმდეთ. გვაქვს უკვე ტრადიცია, როდესაც წინა წლების განმავლობაში ხდებოდა დროის გადანაწილება ისე, რომ ყველას ჰქონდა ფაქტიურად თავის პოზიციის დაფიქსირების საშუალება. რა თქმა უნდა, უმრავლესობას და უმცირესობას განსხვავებულ რეჟიმში უწევთ ოპონირება, შესაბამისად განსხვავებული არის დროის ოდენობა. აქედან გამომდინარე, ხა ამ განსხვავებას ვთქვათ, უმრავლესობას, უმცირესობასა და სხვა ფრაქციებს ან დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის ვერ წავშ. გავსი ტიპის გამოხმაურება, რომ აქ საკანონმდებლო ინიციატივები წარმოვადგინოთ რეგლამენტში, მე მგონი აბსოლუტურად ზედმეტია. და გარკვეული ცინიზმის ნიშნებს მოიცავს. მადლობა. აგერ არის ჩანაწერი გაკეთებული და არანაირი რეგლამენტის ცვლილება არ არის საჭირო. მაშინ ვიმოქმედოთ მაპატიეთ, მაშინ ვიმოქმედოთ 194 მუხლით გათვალისწინებული პირობით. და ნუ შეიყვანთ მედია შეცდომაში მაშინ. ჩვენ უმცირესობას და ფრაქციას ქრისტიან-დემოკრატებს გვაქვს უფლება მოითხოვოთ პოლიტიკური დებატები პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ. და ამ ჩვენთვის გათვალისწინებული რეგლამენტით გათვალისწინებული პირობებით ჩვენ ვითხოვთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლის მერე დაინიშნოს პოლიტიკური დებატები იმ რეგლამენტით, რომელიც არის გათვალისწინებული 138 მუხლში. აქ არის საუბარი სულ 5 წუთზე, 10 წუთზე, ელემენტარულად რომ დაგვემატოს ჩვენთვის გაკუთვნილი დროით, თუ კი 138 მუხლით გავყვებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ უმცირესობის შენარჩუნების ის ხელოვნური მეთოდი გადმონერგვის მეთოდი სწორედ მიმართული იყო იქითკენ, რომ საათი და 35 წუთი დაპირისპირებოდა 15 წუთს და 15 წუთიანი დროით მოსარგებლე ფრაქციის აქტივობა, პოლიტიკური აქტივობა ყოფილიყო ჩაკარგული. აი ასეთ შეფასებას მივცემთ პოლიტიკურად ამ შემთხვევაში. რაც შეეხება უმცირესობა უმრავლესობის შენარჩუნებას, ყველა ზომავს თავისი გაფუჭებულობის ხარისხით. თქვენ თუ ასე ფიქრობთ, ეგ თქვენი პრობლემა არის. რაც შეეხება თვითონ ფორმატს, მე მგონი აქ ძალიან ნათელად არის საუბარი რა. თქვენ ახლა გინდათ მთელი პარლამენტი შანტაჟის გზით თან, ისე კი არა მორაპალაკების გზით, შანტაჟის გზით გინდათ იმ სქემაზე გადაიყვანოთ, რომელიც თქვენ პეტრე მამრაძეს და რაღაცა ახალი წევრი მარსაგიშვილს მიგაჩნიათ სწორად. ბოდიშვიხტი, მაგრამ ამ პარლამენტში არის 15 წლიანი ტრადიცია პრეზიდენტის მოსვლის და აი ამ პროცედურების, რომელსაც თქვენ ხოთაშურის წინა 3 წელს იმას უჭერდით ხარს, როგორც მიგაჩნდათ მაშინ სწორად, მაგრამ ეხლა რაღაცა ქარის გამო, პოლიტიკური ქარის გამო, რომელიც თქვენ ქარიშხალი გონიათ ხოთაშურის, თქვენ თვლით, რომ ეს ყველაფერი უნდა ჩვენ ესე გადავაწყოთ და ავაწყოთ იმ 3 ადამიანის ჭკუაზე, რომელიც ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ. ნაციონალურ მოძრაობას კონტროლის პალატის ეჭვებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვს, თუმცა პრობლემატური თანხის ბიუჯეტისკენ მიმართვის გადაწყვეტილებას მაინც იღებს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას განსხვავებული შეხედულებები აქვს, კონტროლის პალატის ეჭვებთან დაკავშირებით ჩატარდა შიდა პარტიული დისკუსია და გადაწყდა, რომ კონტროლის პალატასთან დავაში არ შევიდნენ და პრობლემატურად მიჩნეული შემოწირულობა, რომელიც 95,848 ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს. ზურაბ მელიქიშვილმა არ დააკონკრეტა კონკრეტული ფიზიკური პირები, რომელთა გადარიცხებთან დაკავშირებითაც გამოითქვა ეჭვი კონტროლის პალატის მიერ და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს ამ საკითხის გარკვევა კონტროლის პალატაში შეუძლიათ. განცხადება ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებასთან დაკავშირებით კონტროლის პალატაში დღეს გაკეთდა. მთავარია დროულად მოვიდეს, დროულად გაიხსნა საკითხი იდეები, აწუხებს თავრობას ძალიან საინტერესო იქნება. ნაციონალურ მოძრაობამ ინფორმაცია 2011 წლის ფინანსური მოქმედებებთან დაკავშირებით კონტროლის პალატას წარუდგინა ფინანსური დეკლარაციის სახით. დღეს მოვისმინეთ განცხადება, რომელიც ჩვენს მიმართ იყო მომართული. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს განსხვავებული შეხედულება, ამის მიუხედავად მივიღეთ, ასე ვთქვათ, კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება, რომ ის თანხები, რომელზეც კონტროლის პალატამ გამოთქვა ვარაუდი და მიიჩნევს პრობლემურად მიმართული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში.
ქართული ოცნება კი კონტროლის პალატის მოთხოვნას არ შეასრულებს. ამის შესახებ ქართული ოცნების პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ასევე პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება შესწიროს თანხა თუ სხვა ნებისმიერი ქონება მისთვის სასურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციას. მისივე განმარტებით პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით ფიზიკურ პირს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შემოწირულობის განხორციელებისთვის მხოლოდ რაოდენობრივი შეზღუდვა დაუწესდა. შეგახსენებთ, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ დღეს განაცხადა, რომ ქართული ოცნების ფინანსური მონიტორინგის პროცესში საქართველოს კონტროლის პალატამ პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა გამოავლინა. ნუგზარ ხუციშვილმა შემოწირულობის სახით საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებას 20,000 ლარი შესწირა, რაც მისი კანონიერი უფლებაა. სახეზე არ არის კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდით აღლა, არამედ კანონით ნებადართული მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, კონტროლის პალატის მუქარანარევი მოწოდება უკანონოა და წარმოადგენს აკრძალვების დაწესებას უკვე ფიზიკური პირებისათვის. ქართული ოცნება არ აპირებს შეასრულოს კონტროლის პალატის მორიგი უკანონო მოწოდება და უახლოეს დღეებშივე ითხოვს ჩვენი 2012 წლის 6 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას იმისათვის, რომ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა დარწმუნდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების მიტაცებაში და ამჯერად უკვე ფიზიკური პირებისთვის სრულიად უკანონო აკრძალვის დაწესებაში. კონტროლის პალატა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის, როცა ცდილობს მისი იურისდიქცია გაავრცელოს არა იურიდიულ პირებზე, არამედ უკვე ფიზიკურ პირებზეც. და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამ განცხადებაში გახლავთ ის, რომ ქართული ოცნება ამჯერად არ აპირებს შეასრულოს ეს უკანონო მოთხოვნა. თქვენ გახსოვთ, როცა იურიდიულ პირთა მიმართებაში იყო მოთხოვნა, ჩვენ შევასრულეთ ეს უკანონო მოთხოვნა და გავასაჩივრეთ ის ადმინისტრაციულ ორგანოში 6 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრით. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ დღევანდელი განცხადებით, რომ ბეჟაშვილმა 10 თებერვალს მიიღო ჩვენი სარჩელი წარმოება საჩივარ წარმოებაში და ის ვალდებულია თვის ბოლომდე განიხილოს ეს საქმე. კონტროლის პალატის რეკომენდაციის შესაბამისად ნაციონალურ მოძრაობას სახელმწიფო ბიუჯეტში 95,848 ლარის გადარიცხვა მოუწევს, ქართულ ოცნებას კი შემოწირულობის სახით მიღებული 20,000 ლარის გადამრიცხველისთვის დაბრუნება. ფინანსური მონიტორინგის პროცესში საქართველოს კონტროლის პალატამ პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემები აღმოაჩინა. როგორც პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ნაციონალურმა მოძრაობამ წლიური დეკლარაცია კანონის მოთხოვნის დაცვით წარადგინა, თუმცა შემოწირულობების შესწავლის შედეგად კონტროლის პალატას გაუჩნდა ეჭვი, რომ თანხის გადარიცხვა ერთი შემომწირველის ორგანიზებითა და რამდენიმე პირის გამოყენებით მოხდა. ნათია მოგელაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია ქართულ მშენებელში მომუშავე პირ ნუგზარ ხუციშვილზე პრემიის სახით 40,000 ლარი გაიცა, რაც მისი 4 წლის ხელფას შეადგენს. ამ თანხიდან 20,000 ლარი კი 3 დღეში მან ქართულ ოცნებას შემოწირულობის სახით გადაურიცხა, რასაც კონტროლის პალატა კანონის გვერდის ალბათ მიიჩნევს და ქართულ ოცნებას თანხის დაბრუნებას ურჩევს. რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, ხოლო შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე. საქართველოს კონტროლის პალატა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აძლევს წინადადებას კანონის სულისკვეთების და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ პრობლემულად მიჩნეული შემოწირულობა 95,848 ლარის ოდენობით გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა. ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია ქართულ მშენებელში მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომელიც მოკლე ხანში შეტანილი იქნა ქართული ოცნების ანგარიშზე შემოწირულობის სახით. სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მცდელობა და შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იწვევს შესაბამის სანქციებს, პარტიის დაჯარიმებას, ასევე შემოწირულული თანხის გადარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში და ასევე გვაქვს ვარაუდი საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება პოლიტიკური მიზნების დაფინანსება.
დაკავებული ვალერი გელბახიანის ოჯახი კი მის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს, როგორც დაკავებული ძმა ვახტანგ გელბახიანი აცხადებს, მათი დედა თამარ ნარსი ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია და სწორედ ამ მიზეზით ცდილობდა ვალერი გელბახიანი საქართველოში დაბრუნებას. თამარ ნარსი უკვე 2 კვირა რაც საჩხერის საავადმყოფოში იმყოფება. ვალერი გელბახიანმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელისუფლებას სამშობლოში დაბრუნების უფლების თხოვნით მიმართა. ამ უფლებას გელბახიანი დედის ავადმყოფობის გამო ითხოვდა. რა უნდა მოვითხოვოთ, კაცო, ჩვენ რა უნდა მოვითხოვოთ, დედას ანახოს შვილი, რა უნდა მოვითხოვოთ სხვა. მე რა ვიღაგერ ექიმები არიან და თანხმობიან ამათ გავუმოძოთ ერთმა, მაგრამ ესეთი მდგომარეობა თვითონ გეტყვიან ალბათ. წეხან ვიჯექი და განადა გული მაგახეთ ქვაზე რა წამს რა იქნება ადამიანმა არის. იმაზე იყო ლაპარაკი, რომ ერთადერთი იმედი გვაქვს, რომ ეგება სასამართლო ჩატარდეს და ან გირაოთი ან რაღაცათი შეძლონ იმის გაკეთება, რომ ცოცხალს მოусროს რა. სხვა მე რა უნდა ვთქვა. მე არ ვიყავი მაგის მომხრე მართალი გითხრა, მაგრამ როთი წამოსული იყო და ახლა იასნი იყო ხო და თავისთავად ჩაჯდებოდა დააკავებდნენ. თვითონ არ ქნა არანაირად რომ თუ რამე 1% მაინც არის იმის შანსი რომ დედაჩემი ნახო უნდა წამოვიდეო. მოტივი რა რაზედაც იყო ადრე ისა არ შეცვლილა არაფერი. რაც ჰქონდა ძველი 4 წლის წინამდე რაღაცაზე ის არის, მაგრამ ვალერი გელბახიანი ქართულმა სამართალდამცავებმა საქართველოს სომხეთის საზღვარზე დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებული სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აქოთი ღონისძიების სახით დაპატიმრება შეეფარდა. 2009 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. დღეს კი ვალერი გელბახიანი დაკავებული იქნა სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ ვალერი გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაულის შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ ვალერი გელბახიანმა არკადე პატერკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ნაციონალური მოძრაობის წევრები ვალერი გელბახიანის დაკავების ფაქტს ეხმაურებიან. მმართველი გუნდის წევრთა განმარტებით ისინი პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ მსგავს საქმეებზე განცხადებების გაკეთება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ბატონი გელბახიანის დაკავებას, ან ბრალის წარდგენას, ან რაღაც სხვა სამართლებრივ პროცედურას შედის სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოს კომპეტენციაში. ამიტომ ჩვენი მხრიდან რაიმე კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით ალბათ არ არსებობს. ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ კი ვალერი გელბახიანის საქმეზე ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა. გარდა ამისა, თარგამაძემ თქმით, გელბახიანმა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ მძიმედ არის ავად მისი დედა, რომელიც საჩხერის საავადმყოფოში იმყოფება. არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს დაეკავებინათ ადამიანი, რომლის მიმართაც სასამართლო განაჩენი არ არსებობს, იგი არ არის ცნობილი დამნაშავედ, აცხადებს მზადყოფნას სასამართლოსთან თანამშრომლობის და პირიქით მე მიმაჩნია და სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ სასამართლო დაინტერესებული უნდა იყოს მისი საქართველოში ყოფნით და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით. ამიტომაც პოლიტიკური თვალსაზრისით მე მიმაჩნია, რომ ეს არის ვალერი გელბახიანის მიმართ 4 წლის განმავლობაში ნაციონალური ხელისუფლებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს არის მუხანათობა, ეს არის არაჰუმანური საქციელი, როდესაც შვილს ძიმი ავადმყოფი დედის ნახვის საშუალებას არ აძლევენ. სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლოში მივაღწიოთ მისი თავდებით გათავისუფლებას. ვალერი გელბახიანს თავდებად ლეიბორისტული პარტიაც უდგება. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრმა კახა ძაგანიამ განაცხადა, მისი შეფასებით დაკავებული ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარია. გელბახიანი არის სააკაშვილის რეჟიმის და თვითონ სააკაშვილის უკანონო პატიმარი. ჩვენ თვლით, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და ამიტომ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნეს განთავისუფლებელი
და თუ საჭირო არის, ჩვენ თავდებშიც ჩაუდგებით მას. დემოკრატიული მოძრაობა ვალერი გელბახიანის დაკავებას ეხმაურება პარტიის წევრთა განმარტებით, რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის დემოკრატიული მოძრაობაც თავდება დაუდგება გელბახიანს, რათა მან ავადმყოფი დედის მონახულება შეძლოს. ამასთან პარტიის წევრები მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ იმ ადამიანის დაკავებას, რომელიც საქართველოში მშობლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო დააბრუნდა და აცხადებენ, რომ საქმე რომლისიც გელბახიანი აჭმიტანილი პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის. ძალიან ბევრი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მას დაუდგა თავდებში, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა ეტყობა თავდებობის ინსტიტუტს არ აქვს. საზოგადოებისათვის ვალერი გელბახიანი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს და მაშინ, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელები რამდენიმე თვეში გაანთავისუფლეს პატიმრობიდან, აიყვანეს ადამიანი, რომელსაც უნდოდა, რომ ენახა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დედა. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს ის, რაც ქართველებისთვის და საერთოდ მთელი ცივილური დემოკრატიული სამყაროსათვის ნამდვილად ღირებული და ფასეულია. ქართულ ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს კი დისკვალიფიკაციის ვადა 19 აპრილს ამოეწურება. სამთვიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ძიუდო საერთაშორისო ფედერაციამ ცირეკიძეს დოპინგის გამოყენების გამო მიუსაჯა, 19 თებერვლიდან 19 აპრილამდეა განსაზღვრული. როგორც ირკვევა, ქართულ სპორტსმენს დოპინგი 2011 წლის დეკემბერში ტოკიოში გამართული გრანდ სლემის ტურნირის შემდეგ აღმოუჩინეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი შემოწმებიდან 2 თვის შემდეგ გახდა ცნობილი. დისკვალიფიკაციის გარდა ცირეკიძეს ტოკიოს გრანდ სლემზე მოგებული ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური თამაშებისთვის საჭირო 120 სარეიტინგო ქულა ჩამოერთმევა, რომელიც ამავე ტურნირზე მოიპოვა. ძიუდო საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილების შესახებ ქართულ მხარეს ოფიციალურად დღეს იცნობა, რის შემდეგაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის ხდომა გაიმართა. როგორც ფედერაციაში განმარტავენ, დოპინგის აღმოჩენის შემთხვევაში სასჯელი, როგორც წესი, გაცილებით მკაცრია, თუმცა ცირეკიძის შემთხვევაში 3 თვით შემოიფარგნენ, რადგან მის სისხლში აღმოჩენილი ნივთიერება სტიმულატორი არ არის და სპორტულ შედეგებს მნიშვნელოვნად არ განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ ცირეკიძეს დამატებით სანქციებს ქართული მხარე არ უწესებს. ამასთან დისკვალიფიკაციის ვადის გათვალისწინებით ქართველ სპორტსმენს არც 26 აპრილს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის და შესაბამისად არც ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამოტოვება მოუწევს, რომელიც მოგვიანებით უკვე ივლისში აიღებს დარწ. გასულ წელს იაპონიაში დეკემბერში გრანდ სლემზე მოპოვებული მედლის შემდეგ აუღეს რა თქმა უნდა ჩვეულებრივი სინჯები, სადაც აღმოჩნდა გადამეტებული რაოდენობით გარკვეული პრეპარატი. 2 თვის განმავლობაში მიდიოდა ამის კვლევა, ეს ხდებოდა საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის მიერ ეს მოკვლევა, რა თქმა უნდა ანტიდოპინგური, მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს წესებზე დაყრდნობით და ზუსტად გუშინ მივიღეთ საღამოს ოფიციალური გადაწყვეტილება, რის შედეგადაც მათ დისკვალიფიცირება მისცეს ირაკლი ცირეკიძეს 3 თვით. ინფორმაციისთვის მოგაწვით, რომ მას ეს 3 თვე ეწურება 19 აპრილს. დოპინგთან მიმართებაში მას გარკვეული პრობლემები მქონდა წლების წინ, თუმცა მას არეგულირებს საერთაშორისო ფედერაცია. საერთაშორისო ფედერაცია მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ, ასე რომ აღმასკომით დამთავრებამდე მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ ესეთი რამე ხდება. მოხსენებით ბარათი აღნიშნა, რომ მან სრულიად თავისით მოულოდნელად აღმოჩნდა, გააუცებულიც იყო და ბარათში ესე მოხსენებაში ესე უწერია და შემთხვევით მოხდა მის ორგანებში ეს ნივთიერება. აი ესე იყო მოხსენებული, რომელიც ირწმუნა საერთაშორისო ფედერაციამ და მას ამიტომ მისცა ესეთი დისკვალიფიკაცია. ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგება კი ხვალდილიდან დაიწყება და 31 მარტამდე დასრულდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურის განცხადებით კი ელექტროენერგიის ვაუჩერს 1,200,000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს, რისთვისაც მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 25 მილიონი ლარი გამოიყოფა. გარდა ამისა, გილაურის განმარტებით 20-ლარიანი ვაუჩერის პრინციპი იგივე იქნება, რაც გასულ წელს. ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგებაზე პასუხისმგებლობა პრემიერმა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შეაბარა. უკვე ამ კვირაში დაიწყება ვაუჩერების დარიგება. პრეზიდენტის დავალებით შეიმუშავეს ელექტროენერგიის ვაუჩერის პროგრამა. ეს ვაუჩერის დარიგება დაიწყება ამ კვირასვე. ყველა ოჯახს მიუვა ესეთი ვაუჩერი, ეს არის 20-ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი და თუ გახსოვთ ჩვენ გასულ წელსაც იგივე ტიპის პროგრამა განვახორციელეთ, ზუსტად იგივე პრინციპი იქნება დაცული წელსაც.
დაახლოებით 1.200.000 ოჯახზე მეც დაურიგდება ასეთი ტიპის ვაუჩერი და ჩვენს თანამოქალაქეებს ბევრად უფრო გაუადვილდებათ და შეუმსუბუქდებათ ელექტროენერგიის გადახდა ამ პერიოდის განმავლობაში. ყველა ოჯახს ექნება საშუალება ამ ვაუჩერით დაეხმაროთ ოჯახს, რომელიც მასზე უფრო უჭირს და ეს იქნება საშუალება, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა სოლიდარობის ნიშნით გადავცეთ ვაუჩერი ოჯახს, რომელსაც უფრო მეტად უჭირს, ამის საშუალებასაც იძლევა ვაუჩერი. ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული იქნება ყველა აქტიური აბონენტის სია, რისი გამოცდილებაც ჰქონდა გასულ წლებში და ყველა ოჯახი ბუნებრივია უკლებლი მიიღებს. ამაზე პასუხისმგებელი იქნება სოციალური მომსახურების სააგენტო, ასევე გვექნება კომუნიკაციის რამდენიმე არხი, მათ შორის ცხელი ხაზი, ოფისები რაიონული, სადაც ნებისმიერი წარმოშობილი პრობლემაზე მოსახლეობას ოპერატიულად და ვფიქრობთ მომემსახურებით იმისაც, რომ ასეთი ოჯახი არ დარჩეს ვაუჩერის გარეშე. ხოლო 12 საათზე კი პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების პრეზენტაცია შედგება ბიძინა ივანიშვილი ახალ წევრებსა და ახალ სახეებს წარადგენს. ივანიშვილის პრესპიკერ მაია ფანჯიკიძე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის აზრით ეს კანონი დემოკრატიის განვითარებას ზღუდავს და იმ პეტიციას მიესალმება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლობა პარლამენტში შეიტანეს. ხვალ 12 საათზე სასტუმრო რედისონ ბლუში შედგება პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების პრეზენტაცია. ჩვენ მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია ორგანიზაციების მიერ პარლამენტში შეტანილ პეტიციას და საკანონმდებლო წინადადებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთობლივ ძალისხმევას შედეგი ექნება და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ პროცესში ჩართულია ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომათ მხარს უჭერენ მედია ორგანიზაციები და აი აქ ამ ტრიბუნიდან მინდა ასევე გამოვხატო ქართული ოცნების მხარდაჭერა ამ ინიციატივის მიმართ. თებერვალს იმედის 8 საათიან ქრონიკაში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ბრალს დებდნენ თედო ჯაფარიძეს ლამის სამშობლოს ღალატში. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ეს არის სიცრუის ტირაჟირება. სხვანაირად ვერ აიხსნება ის, რომ გუშინ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რომელიც ამავე დროს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მხარი აუба იმ დეზინფორმაციას, რომელიც მოგვაწოდა იმედმა და ხელი შეუწყო იმავე სიცრუის ტირაჟირებას, რომელსაც ძალიან ხშირად მიმართავენ ნაციონალური არხები. ბიძინა ივანიშვილი ყველა იმ ძალასთან ითანამშრომლებს, რომელიც ხელისუფლების შეცვლისთვის იბრძვის, თუმცა ეს პოლიტიკური პროცესია და თანამშრომლობის რა ფორმა განისაზღვრება ამ ეტაპზე დასაზუსტებელია. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციასთან პარტნიორობის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს პოლიტიკური კოალიციის საბჭოს წევრმა ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ITV-ს პრეს-კლუბში უპასუხა. ქვეყანა საფრთხის წინაშე კი არ დგას, უკვე უფსკრულის წინაშე დგას და პატარა ბიძგი და შეიძლება მთელი ქვეყანა გადაიჭეხოს ამ უფსკრულში. ყველა ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია რამე საკეთილდღეო გააკეთოს, გადაარჩინოს ეს ქვეყანა, უნდა გაერთიანდეს ერთ ძალაში, რომ ჩვენ ამ მომრჩეველს ძალიან მარტივად გქონდეს ასარჩევი, შავი და თეთრი. რა ურჩევნია, გადარჩენა ქვეყნის თუ ქვეყნის დაღუპვა. ბატონი ბიძინა არ გამორიცხავს არც ერთ ძალას, რომელიც ღირსეულად, მამაცურად, თავ გამოდებით და რაც მთავარია, ძალიან პრინციპული იქნება ამ საკითხში. შავი და თეთრი. რა არის გადასარჩენი და რა არის, ასე ვთქვათ, მოსაშორებელი. ასე რომ ეს პროცესი გრძელდება და სულ არ გამეკვირდება, რომ უახლოეს ხანში თქვენ იგივოთ იხილოთ, იმიტომ რომ მე ვიცი მისი დამოკიდებულება თვითონ პირადად ძმების მიმართ, რომელიც არაერთხელ აღუნიშნია, რომ ძალიან სიმპათიურად არის მათ მიმართ განწყობილი. და იცნობდა უფრო ადრე ნინო ბურჯანაძესთან და ეს შეგიძლიათ თვითონ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს კითხოთ, არასოდეს არ მქონია არანაირი ურთიერთობა, არასოდეს მასთან ერთად არ ყოფილვარ არც სახალხო კრებაში მონაწილე, ეს ჩემი პრინციპული მოსაზრებაა ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებით. მან ეს მშვენივრად იცის. დიახ, 7 ნოემბრების მერე მე ვთვლი, რომ ქალბატონ ნინოს რასაკვირველია ვერავინ ვერ აუგრძალავს პოლიტიკაში ყოფნას და უფრო მეტიც მე ვთვლი, რომ ბევრი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ის ნამდვილად შემდგარი პოლიტიკოსია, ძალიან ბევრი რამე იცის და პროფესიონალია, ბევრისგან განსხვავებით ვამბობ, მაგრამ მე მას ბევრ რამეში არ ვეთანხმები.
ლეიბორისტები კი ევროკავშირს ეუთოს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს სპეციალურ მიმართვას უგზავნიან და საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე რეაგირებას თხოვენ. მათი აზრით ეს ცვლილებები საარჩევნო სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს. საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტის სააკაშვილი მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით ამზადებს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მასობრივ ფალსიფიცირებას. ამ მიზნით მობილიზებულია მთელი სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი. წინა პერიოდში ყველა გაყალბება ხდებოდა სწორედ თქვენი მეთვალყურეობის ხელშეწყობითა და დასტურით. თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, შეგიძლიათ მომავალ არჩევნებზე მეთვალყურეობის არ მოავლინოთ, მათ გარეშეც კარგად იქნება შედეგები ფალსიფიცირებული. პარტია თავისუფალი საქართველო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და მას დისკრიმინაციულს უწოდებს. ალექსანდრე შალამბერძის განცხადებით დეკემბრის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქმედ პოლიტიკურ საარჩევნო სუბიექტებს მართულ პარტიასთან შედარებით უმძიმეს და არათანაბარ პირობებში აყენებს. თავისუფალი საქართველო მიიჩნევს, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი რეალური ოპოზიციური ძალების ერთიანობაა საჭირო. აუცილებელი არის გაერთიანებული ბრძოლა იმ საარჩევნო კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერებაზე და ნაციონალური და მისი სკამის გამყარებაზე. ჩვენი დღევანდელი მიმართვა არის გაგრძელება იმ პოზიციისა, რომ გაფართოვდეს პოლიტიკური პარტიების წრე და ერთიანი ძალებით მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე და დავიწყოთ ბრძოლა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო მოძრაობა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე ევროპაში ქართული სახლების ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კირთაძემ განაცხადა, გერმანიასა და ბელგიაში მიემგზავრება და ქართული სახლების დაფუძნების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. კირთაძის განმარტებით საქართველოს დღევანდელობისა და მომავლის განსაზღვრა არ უნდა იყოს, მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის გადასაწყვეტი და მასში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ემიგრაციაში სხვადასხვა დროს წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა. ნესტან კირთაძეს ქართული სახლების დაფუძნების მხარდამჭერები უკვე ჰყავს, რომელთა ვინაობასაც ევროპიდან დაბრუნების შემდეგ დაასახელებს. ევროპაში ქართული სახლების დაფუძნება, რომელიც არის თანმიმდევრული და მიზანმიმართული პროექტი, რათა ქართული სახლები ევროპაში და მთელს მსოფლიოში იქცეს საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებლად. ისინი გახდნენ ლობი ქართული სახელმწიფოსათვის და დაიწყონ სხვადასხვა მიმართულებებით მოღვაწეობა, მათ შორის უწინარეს ყოვლისა ინვესტიციების მოზიდვისათვის, ქართული ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ორმხრივი თანამშრომლობისათვის, რეალური სამუშაო ადგილების ხელშეწყობისათვის. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიციას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ბათუმში 18-მა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. პეტიციაზე დღეს 25 ხელმოწერაც დაფიქსირდა. 24 თებერვალს კი კამპანიის ეს შენგეხება ფარგლებში საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად აქცია ბათუმშიც გაიმართება. საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით პეტიცია შეგახსენებთ 13 თებერვალს გაავრცელეს, 17 თებერვალს კი საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად პარლამენტში შეიტანეს. იმდინარეობდა შეხვედრები მართო პარტიასთან თითოეული წარმომადგენლის კოორდინირებული. ის ფაქტი, რომ შესაძლოა თუ ვთქვათ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოს მოთხოვ დახმარებას, ამის გამო შესაძლოა ადამიანი დააპატიმრონ, ეს არის აღმაშფოთებელი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის და ამიტომაც გადავწყვეტე, რომ ამ პეტიციას მოვაწერო ხელი. პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება. ეს ცნება იმდენად ფართოა და იმდენად ბუნდოვანია, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის სამოქალაქო აქტივობა თავისუფლად შეიძლება მოაზრებულ იქნას, როგორც პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირის საქმიანობა და ამისათვის შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები დაუწესდეს. ეს არის გრანტის მიღების უფლება, რაღაც შემოსავლის მიღების უფლება, სესკის აღების უფლება და ასე შემდეგ.
ეთიკის ქარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია და ქარტიის მდივანი დავით კლდიაშვილი წარუდგინა. აღმასრულებელი დირექტორი საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობას უხელმძღვანელებს, ქარტიის მდივნის ფუნქცია კი საბჭოში შესული განცხადებების გაცნობა და შემდგომ საქმიანობაში მონაწილეობა იქნება. ქარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ახალი ოფისი წარუდგინა. დღეიდან საბჭო კალისტრატის ცინცაძის 7 ნომერში იმუშავებს. სვიად ქორიძე მედიის წარმომადგენლებს 2012 წლის გეგმაც გააცნო. დღეიდან საბჭოს ცდილობები გაიმართება აქ, ჩვენს ოფისში, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ არის ასეთი სივრცე, სადაც მათ აუცილებლად ყოველთვის ელოდებიან, სადაც ყოველთვის სიამოვნებით შეხვდებიან, სადაც ისინი თვითონვე იქნებიან მასპინძლები და სადაც მუდმივად იქნება სემინარები, ტრენინგები და საუბრები ეთიკურ ჟურნალისტიკაზე. კომუნიკაცია უნდა დამოყარო ყველა წევრთან აუცილებლად. ანუ ორ მხრივ უნდა იყოს სავალდებულოდ ეს პროცესი. იმიტომ რომ თვითონმა წევრმა იგრძნოს, რომ ამ ქარტიის წევრობა მათთვის არის დადებითი მოვლენა და არა ის, რომ უბრალოდ წევრები არის. მეორე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება სტუდენტ ჟურნალისტებთან ურთიერთობა და სტუდენტ ჟურნალისტების დაკავშირება ქარტიის წევრ ჟურნალისტებთან და გამოცდილების გაზიარება. ამერიკულ ცენტრ ლანგეჩი ამერიკის მეგობართა კლუბმა ამერიკის პრეზიდენტის დღე აღნიშნა. ამერიკის ისტორიისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის დღე შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში 1792 წლიდან აღინიშნება. ამერიკელები ორ გამორჩეულ ლიდერს მიაგებენ პატივს, თებერვალში დაბადებულ პრეზიდენტებს ჯორჯ ვაშინგტონსა და აბრაამ ლინკოლნს. პრეზიდენტის დღე ფედერალურ დღესასწაულად 1968 წელს გამოცხადა, ის ტრადიციულად თებერვლის მესამე კვირის ორშაბათს აღინიშნება. ამერიკელები სხვადასხვა შტატში აღნიშნავენ ამ დღეს სხვადასხვანაირად. არის როცა ამ დღეს უკავშირებენ არა მარტო ჯორჯ ვაშინგტონის დღეს, არამედ არის რომ ერთდროულად აღნიშნავენ ლინკოლნის და ვაშინგტონის დღეს, მაგრამ ეს დღე არის ამერიკის პრეზიდენტის დღე შეერთებულ შტატებში. ასე რომ ჩვენ გვინდა რომ ფართო საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც არიან დღეს მოწვეულები, ამერიკანისტები, სხვა სტუდენტები, რომ უფრო ახლოს გავაცნოთ ამერიკის პრეზიდენტების შესახებ, საერთოდ ამერიკის პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ. ტრადიციულად აღნიშნავთ ამერიკულ დღესასწაულებს, ეს ჩვენი სტუდენტებისთვის არის ძალიან კარგი. ისინი არა მხოლოდ ენას სწავლობენ, არამედ ამერიკის კულტურასაც ეცნობიან. ეს გავაკეთეთ ამერიკის მეგობართა კლუბთან ერთად. საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრისა და ქიმიოთერაპიული კლინიკის მოწვევით საქართველოში იაპონიის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იაპონიის ჯანდაცვის დივიზიონის დირექტორი ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ჩატარდა კონფერენცია, გაფორმდა მემორანდუმი საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს, კლინიკასა და იაპონურ მხარეს შორის. ვიზიტის ფარგლებში კლინიკაში ჩატარდა კონსულტაცია ქართული პაციენტებისთვის, ასევე განიხილება კლინიკისა და იაპონელ ექიმებს შორის ტელევიდეო ხიდების ჩატარებისა და დიაგნოზირების დეტალები. იგეგმება ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნაც. საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს მემორანდუმი 14 ქვეყნის 100-ზე მეტ კლინიკასთან აქვს გაფორმებული. ჩვენი იმედია, რომ ჯერ ერთი პირველი ტექნოლოგიების კუთხით თვითონ სემინარი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის უახლესი მეთოდები, ჩვენ ქართულ მედიცინას დაეხმარება. მეორე, ჩვენ გუშინ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ქართველი პაციენტების მკურნალობას ყოველგვარი წინაპირობების და გართულებების გარეშე, როგორც ადგილზე იაპონიაში, ასევე დისტანციურად ჩვენი ქიმიოთერაპიის კლინიკის მეშვეობით. იაპონური მედიცინა ჩაკეტილი იყო ძირითადად მხოლოდ ქვეყნის შიგნით მყოფ მოსახლეობას ვმკურნალობდით. ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან დავიწყეთ თანამშრომლობა. აღმოჩნდა, რომ იაპონიაში ბევრი ქართველი პაციენტი გვყავს. სწორედ ამიტომ დავინტერესდით საქართველოთი. გუდაურში კი სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი გაიმართა. ქართულმა კურორტმა 18 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. ამ სახის შეჯიბრი საქართველოში პირველად გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი ორდღიანი ტურნირის საორგანიზაციო საკითხებით კმაყოფილი დარჩნენ. ის გამოც მომავალში არ არის გამორიცხული გუდაურმა ევროპის თასს უმასპინძლოს. გუდაურის Snow Race Open-ის გამარჯვებული გიგანტურ სლალომში ვაჟებში სლოვენიელი კოსირ ზანი გახდა, ქალებში კი მისივე თანამემამულე გლორია კოტნიგმა იმარჯვა. გამარჯვებული თბილისის მერმა გიგი უგულავამ დააჯილდოვა, ასევე გაიმართა მოყვარულთა ტურნირიც, რომელშიც ქართველი ლევან ერგემლიძე მონაწილეობდა. მოყვარულ სპორტსმენებს ფულად ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო გადასცემს.
ძალიან მიხარია, რომ ეს ისტორიული ტურნირი საქართველოში შედგა. ამაყივა, რომ ორგანიზებაში მეც მივიღე მონაწილეობა და ჩემი წვლილი შევიტანე. უდავოს განვითარების ფონდმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო. თქვენთან უყურებთ, როგორი ორგანიზება არის, რამდენი უცხოელი არის ჩამოვიდნენ. ანუ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი სპორტსმენებით, რომელიც კაი შედეგი ანახეს სამძლიერ სპორტსმენებთან. და თქვენ თვითონ უყურებთ, თუ რა სილამაზეა და როგორი მაღალი დონის არის ეს ტურნირი ჩატარებული და შემდგომისთვის იგეგმება გუდაურში გაიმართოს კროსი, სხვადასხვა სახეობები, ევროპის თასი, მსოფლიო თასი და მუშაობთ ამ საკითხებზე. ძალიან ლამაზი მთებია, თოვლიც უმაღლესი ხარისხის არის. ძლიერი კონკურენტები მყავდა და მოხარული ვარ, რომ გავიმართო. რთული ტრასა იყო, პროფესიონალი კონკურენტები ასპარეზობდნენ. არ ველოდი გამარჯვებას, ბედნიერი ვარ. იყვნენ ქართველები და ასევე უკრაინიდან, გერმანიიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან დაახლოებით 30-40 მონაწილე იყო და კონკურენცია იყო. გრიბოედოვის თეატრში რუსული კლუბის ორგანიზებით ამიერკავკასიელ ახალგაზრდა პოეტთა კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი, რომელიც ოფიციალურად 1 ივლისს გამოცხადდა, ამიერკავკასიის ახალგაზრდა რუსულენოვანი პოეტების მარათონს წარმოადგენდა და მასში მონაწილეობას მიღება საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ 17-დან 30 წლამდე ასაკის პოეტებს შეეძლოთ. კონკურსის ორგანიზატორთა განცხადებით, მიზანი კავკასიელი ახალგაზრდების შემოქმედების სტიმულირება და იმ ლიტერატურული ურთიერთობების ტრადიციების აღდგენა, რაც კავკასიის ხალხებს ერთმანეთის მიმართ საუკუნეების მანძილზე ჰქონდათ. კონკურს 4 თანათავმჯდომარე ჰყავს საქართველოს მხარეს ვლადიმერ სარიშვილი წარმოადგენს აზერბაიჯანს, ალინა ტალიბოვა ჟურნალ ლიტერატურნი აზერბაიჯანის პოეზიის განყოფილების გამგე, სომხეთიდან ჟიურის თანათავმჯდომარეა სურენ პეტროსიანი, სომხეთის რუსულენოვან ლიტერატორთა გაერთიანების თავმჯდომარე, რუსეთიდან კი დრამატურგი და პოეტი ელენა ისაევა. ეს არის ახალგაზრდა რუსულენოვან პოეტთა სამხრეთ კავკასიის პირველი კონკურსი, რომელიც ჩაატარა რუსულმა კლუბმა. მონაწილეები ყავდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოსდან. სულ დაახლოებით 150 მონაწილე იყო სამივე ქვეყნიდან და დღეს თბილისში არის ოფიციალური და საზეიმო დაჯილდოება ჩვენი ლაურეატების. ქართულად უწერ საკმაოდ დიდი ხანი და რუსულად მაქვს ერთი შეიძლება 10 და შეიძლება ცოტა მეტი ლექსი. ბევრი არა, მაგრამ თემატიკა რა ვიცი, ბევრი რამე, რაც მომიოთავში ის. ველოდი გავგზავნე ისე საცდელად. და აი ამ კვირას გამაგებინეს, რომ გავიმარჯვოთ.